მოგესალმებით მეგობრებო, მომავალო კოლეგებო და სტუდენტებო. გამოცდების პერიოდი დაიწყო და როგორც თქვენი უფროსი კოლეგა, ისტორიკოსი, მე დღეს თქვენს გვერდით ვარ. ვიცი რომ ბევრი თქვენგანი ღამეებს ათენებს, ნერვიულობს და გონია რომ ამ ხელა მასალის ტესტში გადატანა შეუძლებელია. მოდით პირდაპირ შევთანხმდეთ, ნერვიულობა გვერდზე გადავდოთ და საქმეზე გადავიდეთ. დღეს ამ ვიდეოში ჩვენ არ ვისაუბრებთ რაღაცა ზოგად რჩევებზე, ჩვენ დეტალურად, პუნქტობრივად განვიხილავთ ისტორიის გამოცდის ახალ მოქმედ სტრუქტურას, რომელიც სულ 60 ქულიანია და სადაც დრო გაქვთ 2 საათი და 40 წუთი. ჩვენ ზუსტად გავივლით ტესტის სამივე დიდ ბლოკს, ნახავთ რა მახებს გიმზადებთ გამოცდების ეროვნული ცენტრი და როგორ უნდა აარიდოთ მათ თავი, რომ არც ერთი ქულა არ დაკარგოთ. აიհეთ კალამი, რვეული და მოდით დავიწყოთ ჩვენი მასტერკლასი. ტესტის პირველი ნაწილი არის 35 არჩევით პასუხიანი კითხვა. თითოეული ერთი ქულით ფასდება და ჯამში ეს მთელი ტესტის ნახევარზე მეტია, ანუ 35 ქულა. ბევრს გონია რომ ეს ყველაზე მარტივი ნაწილია, სადაც შეიძლება უბრალოდ ალალ-ბედზე მონიშნო, მაგრამ სწორედ აქ იჭრება უამრავი აბიტურიენტი სიჩქარისა და ყურადღებების გამო. და რა არის ზუსტად მეგობრებო, აქ მთავარი საიდუმლო. საგამოცდო თემში არ არსებობს შემთხვევითი სიტყვები. კითხვაში ყოველთვის დევს გასახები. სანამ სწორ პასუხს აირჩევთ, გამოიყენეთ გამორიცხვის მეთოდი. ყოველთვის არის ორი პასუხი, რომელიც აშკარად აბსურდულია ან სხვა ეპოქას ეკუთვნის. მაშინ გადახაზეთ ისინი და ნარჩენილ ორ ვარიანტს შორის კი დაიწყეთ ნიუანსების ზებნა. მაგალითად, დააკვირდეთ კითხვას, სადაც გეკითხებიან კონკრეტულ მიზეზს. თუ კითხვას სხვა მიზეზებთან ერთად ძველ საბერძნეთში არსებულმა რა პირობებმა განსაზღვრა ბერძნული კოლონიზაციის დაწყება ძველი წელთაღრიცხვით მერვე საუკუნეში. ვარიანტებში შეიძლება ეწოროს ბევრი სწორი ისტორიული ფაქტი, მაგრამ კოლონიზაციის უშუალო ლოგიკური გამოწვევები მიზეზი მხოლოდ ერთია. მიწათმოქმედებისთვის ვარგესი მიწის სიმცირე. და კიდევ ერთი ტექნიკური, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამ. პასუხის ფურცელზე X ნიშანი დასვით ზუსტად და გარკვევით. თუ გადასწორება გსურთ, ძველი უჯრას სრულად მთლიანად გააფერადეთ და ახალი ისეთი მონიშნეთ და მექანიკური შეცდომების გამო ქულების დაკარგვა ყველაზე დასანანია. გადავდივართ 36 დავალებაზე. ეს არის ისტორიული რუკა, რომელიც ახალ ფორმატში 6 ქულიანია. აქ აღარ გეკითხებიან მშრალ კითხვებს, სახელმძღვანელოდან ყველა კითხვა მიბმულია უშუალოდ რუკაზე მოცემულ ინფორმაციაზე. ეს ნიშნავს, რომ პასუხები თქვენ თვალწინაა, უბრალოდ მათი დანახვა უნდა შეძლოთ. და ახლა, მეგობრებო, ჩემგან რუკასთან მუშაობის ჩემი ოქროს წესები ასეთია. პირველი ნაბიჯი არის რუკის ლეგენდა. ანუ, სანამ თავად რუკას დაუწყებთ ყურებას, ყურადღებით წაიკითხეთ პირობითი აღნიშნები. რა არის სვეტილი ის არის, რას ნიშნავს სადავო ტერიტორია, სად ეს ნეიტრალური ზონა და რა თარიღებია მითითებული, ხო, მაგალითად 1918 ან 1920 წლები. მეორე, დააკვირდეთ ფერებს და შტრიხებს. თუ კითხვა გეკითხებათ, რა ეწოდებოდა მწვანე და ყვითელ ფერებში დაშტრიხულ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულს. თქვენ ზუსტად უნდა მოძებნოთ ეს დაშტრიხებული ადგილი რუკაზე, წაიკითხოთ წარწერა და მხოლოდ ამის შემდეგ აირჩიოთ პასუხი. მაგალითად რა ზაქათალის ოკრუგი. მესამე არის გეოგრაფიული ორიენტაცია. რუკაზე ყოველი დასახლებული ქალაქი მინიშნება, თუ ხედავთ რომ ისრები მიდიან კონკრეტული მიმართულებით, უბრალოდ გააყოლეთ თვალი საიდან სად მიდის წინსვლა, ან უკუნდა ხება. რუკა თავად გიყვებათ ამბავს, თქვენ უბრალოდ მისი ძაკითხვა უნდა შეძლოთ. ახლა კი ჩვენ მივადექით 37 დავალებას, რომელიც 5 ქულიანია და სადაც უმაღლესი პილოტაჟი მოგიწევთ. აქ მოცემული კონკრეტული ისტორიული მოვლენა, მაგალითად 1814-1815 წლების ვენის კონგრესი და გისვამენ 4 კითხვას. აქ მუშაობს ძალიან მკაცრი წესი. ზოგადი ხასიათის პასუხები საერთოდ არ ფასდება. თუ დაწერთ ეს კარგი იყო, ან ეს ცუდი იყო, გამსწორებელი დაგიწერთ 0 ქულას. მას როგორ უნდა გასცეთ პასუხი ამ ბლოკს.
პირველი არის მიზეზის დასახელება, ანუ ეს არის 37.1 კითხვა. იღავით მაქსიმალურად კონკრეტულები, რატომ მოიწვიეს ვენის კონგრესი. თქვენ პასუხობთ, ნაპოლეონის ომების შემდეგ ევროპაში პოლიტიკური წესრიგის აღსადგენად და საზღვრების გადასანაწილებლად, ხო? ეგ არის უკვე საკმაოდ კარგი პასუხი. მეორე რაც არის, ეს არის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ანუ ეს არის 37.2, 37.3. როდესაც გეკითხებიან, ვისთვის იყო ესა თუ ის მოვლენა, დადებითი ან უარყოფითი. პასუხს აუცილებლად უნდა ახლდეს ლოგიკური არგუმენტი. მაგალითად, ეს კონგრესი იყო დადებითი ევროპული მონარქიებისთვის, რადგან მათ აღიდგენეს ნაპოლეონის მიერ დამხობილი ძალაუფლება და პოზიციები. ან უარყოფითი იყო საფრანგეთისთვის, რადგან მან დაკარგა მანამდე დაპყრობილი ტერიტორიები. შემდეგი რაც არის მეგობრებო, ეს არის ისტორიული ანალოგია, ანუ 37.4. ეს არის ორქულიანი კითხვა და თქვენ უნდა დაასახელოთ სხვა მსგავსი მოვლენა. მაგალითად, ბერლინის კონგრესი ან პარიზის სამშვიდობო კონფერენცია და მოიყვანოთ ორი კონკრეტული არგუმენტი. თუ რატომ გავს ეს ორი მოვლენა ერთმანეთს სტრუქტურულად და არგუმენტების გარეშე თავად ანალოგიის დასახელებაც კი 0 ქულით ბასდება. და აი მივედით ტესტის ყველაზე დიდ ფინალურ აკორდამდე, 38 დავალება. ეს არის ვრცელი ისტორიული წყარო, რომელსაც ახლავს 10 ღია კითხვა და ჯამში 14 ქულას იძლევა. მეგობრებო, ამ დავალებაზეა დამოკიდებული აიღებ თუ არა სახელმწიფო გრანტს. აქ უმრავლესობის მთავარი შეცდომა არის ის, რომ ტექსტის კითხვისას იწყებენ საკუთარი მეხსიერებიდან ნასწავლი მასალის ჩაქვეხებას. დაიმახსოვრეთ, კითხვების უმეტესობაზე პასუხი პირდაპირ ტექსტში წერია. თქვენ არ ითხოვენ დამატებით ცოდნას, ითხოვენ წაკითხulis გააზრებას. და მაშინ, როგორ ვიმუშაოთ ამ დიდ დოკუმენტთან ეფექტურად? ნაბიჯი პირველი. წაიკითხეთ ტექსტი პირველად მთლიანად, შვიდად რომ დაიჭიროთ საერთო კონტექსტი. მაგალითად, ხო, ხედავთ რომ საუბარია დავით აღმაშენებლის რეფორმებზე, დიდგორის ზოლაზე და თბილისის აღებას. ნაბიჯი მეორე. წაიკითხეთ პირველი კითხვა. მაგალითად, თუ გეკითხებიან, ვის ევალებოდა წელიწადის დროების მიუხედავად მუდმივად ბრძოლა. დაუბრუნდეთ ტექსტში და მოძებნეთ სიტყვები ზამთარ და ზაფხულ და ნახავთ, რომ ესენი იყვნენ საკუთრივ მონაშკრეები. ნაბიჯი მესამე. პასუხი ჩამოაყალიბეთ მოკლედ და კონკრეტულად. ნუ გადმოწერთ მთელ აბზაცს. თუ კითხვა ითხოვს ყველა მიზეზის სრულად ჩამოთვლას. ტექსტიდან სრულად ამოწერეთ ყველა პუნქტი. შიდა უთანხმოება, მტრის სიმრავლე და ასე შემდეგ. თუ ერთ მიზეზს გამოვარჩენთ, ქულა დაგაკლდებათ. ახლა შემდეგი საზრუნო კითხვები. აქ უკვე თქვენი ანალიზია საჭირო. თუ გეკითხებიან, რატომ არ სურდა თბილისის მოსახლეობას მეფის დამორჩილება? უნდა დაუკავშირდეთ ეს იმ ფაქტს, რომ თბილისში საუკუნეების მანძილზე მუსლიმური ამირადის მმართველობა იყო და მოსახლეობა დამოუკიდებელ ან განსხვავებულ პრივილეგიებს უფრთხილდებოდა. და უშუალოდ ჩემგან მეგობრებო, ჩემი დასკვნა და დროის მენეჯმენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მეგობრებო, 2 საათი და 40 წუთი სრულიად საკმარისი დროა იმისთვის, რომ ეს 60 ქულიანი ტესტი შვიდად დაწეროთ. ჩემი მთავარი რჩევაა, ნუ გაჩერდებით ერთ კითხვაზე დიხანს. თუ რამე გაგიჭირდათ, გამოტოვეთ გადადით შემდეგზე და ბოლოს დაუბრუნდეთ. აუცილებლად დაიტოვეთ 20 წუთი ბოლოში გადასამოწმებლად. რათა დარწმუნდეთ, რომ ღია კითხვები ყველა პუნქტში სრულად ჩაწერეთ და პასუხების ფურცელზეც მონიშნეთ სწორად გადაიტანეთ. ისტორიის გამოცდა არ არის მხოლოდ ფაქტების ზეპირი ცოდნა. ეს არის თქვენი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების ჩვენება. თქვენ მთელი წელი შრომობდით, საფუძვლიანი ბაზა გაქვთ და ეს ცოდნა თქვენშია. შედით გამოცდაზე თავდაჯერებულები და მშვიდები. მე თქვენი მჯერა, წარმატებები თითოეულ თქვენგანს და შევხვდებით უნივერსიტეტის აუდიტორიებში. მადლობა ყურადღებისთვის შემოძვირფასო მეგობრებო. ემედია თქვენთვის საინტერესო ვიდეო იყო. გამოგადგებათ. არ დაიზაროთ და დაარეპოსტეთ ვიდეო და გაუგზავნეთ ჩვენ ძვირფას მეგობრებს,
ვინც წელს აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს და აქვს გამოცდა ისტორიაში და ვფიქრობ, რომ ეს მაგისთვისაც გამოსადეგი იქნება. დროებით მეგობრებო და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში კიდევ საინტერესო ფაქტებით, უშუალოდ თვითონ გამოცდაზე, ან ეს განვიხილავთ, ანდაც უფრო რამე საინტერესო იქნება. კარგად ბრძანდებოდეთ.